გავფრინდით მილანში ჩემ გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, სალი, მარიკო ჩემი ვისაჟისტი და ზუკა ჩემი მეგობარი და ფოტოგრაფი. ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი ამ ერთ კვირაში და მაქსიმუმი უნდა დავდო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩემს ცხოვრებაში. როგორც თამოსკინისთვის ძალიან ამაყი ვარ, რა თქმა უნდა, რა საქმეებზეც მივდივარ, რომ მე ამირჩიეს და თამოსკინი აირჩიეს, ის არის უცხო ქვეყანა, რო გთავაზობს ამას, ეს არის სხვა რაღაცა, რო გაფასებს უცხო ქვეყანა. შავფრენდი სტამბულში, ღამით არ მეძინა, უბრალოდ არ მეძინა ფრენის დროს, ისედაც მეშინოდა. დაახლოებით 40 წუთში ქონდა გადაჯდომა და მოვასწარით ყველაფერი, კარგად ჩაიარა. არ დაგვიგვიანია, გვეტყობა რომ ზუკა რო ყავდა. ყველაფერი ოპერატიულად და კარგად განვახორციელეთ. კვებითაც დიდად არაფერი არ მომეწონა. რაც შეეხება მილანის რეისზე, ცოტათი დავიძინე, ეხლა ცოტათი არ იყოს გათიშული გესაუბრებით, იმიტომ რომ 2 საათი მეძინა. დახვდა ტრანსფერი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჩვენი ჩემოდნები იმაზე მეტია, ვიდრე დაგეგმილი მქონდა, პლუს 70 კილოგრამი, მაგრამ გვაქვს პროდუქცია თამოსკინის, თამოკოსმეტიკსის ბანერები და ასე შემდეგ. მივედით სასტუმროში, ზუკას და სალის ნომერში შევედით, სანამ ჩემი და მარიკოს ნომერი წესრიგდებოდა, გამოვიწით ზუსტად 2 საათი და არ მეყო ეს 2 საათი, მაგრამ ახლა შეხვედრებზე მივდივართ. ყავა დავლია 2 ჭიქა, გადავედით ჩემს ნომერში, ახლა წესრიგდები და ძალიან საინტერესო ვიდეოებით დაგიბრუნდებით. მიყვარხართ, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. Clean face. Okay, this is for clean. Yes. Yes. After hyaluronic. After clean. Yes. Yes. After this. Yes. 1 minute. Your sister, I presents and Bibi. Que bello. After. Beautiful packaging. Thank you very much. This and this. This and anti-age cream. Anti-age. Okay. Do you need can I only put this? Only? Okay, no problem. You can use this. Only, yes. I don't put nothing. Only. რომელსა გავიღვიძეთ? ექვსე გაგვიღვიძე და ახლა შენიყავა. ათლობა. 6-ზე ბრძანა და იღვიძებ 12-ზე. 6-ზე გავიღვიძე, რას, ანუ გადაღება მინდა და ჩემთვის პირადად ინსტაგრამისთვის, ანუ ხალხის გარეშე რა. ეს ყინულებში ვდებ ხოლმე ამას და პაჩებს, რომ რა ქვია, უბრალოდ ცივი წავისვი. და კიდევ არ დამავიწყდეს, თარჯიმნი დავდივარ ხალხო. თქვენ თუ გითხრობთ, მე ვსწავლობ ინგლისურს, იმაზე კარგი მდგომარეობა მოხდა ვენეციაზე ვიყავი, მაგრამ ვსწავლობ ინგლისურს და ამის გარდა შეხვედრებზე ყოველთვის დავდივარ და თარჯიმანი მყავს აქ. მაგრამ მე რო გრძელი ენა მაქვს, ეს არის იმის ბრალი. ასე რომ, რა თქმა უნდა, მე იმ დონემდე არ ვიცი ინგლისური, რამ დროინდეს მე ჭირდება აქ და ვსწავლობ და არც იმის კომპლექსი არ მაქვს, რომ რაღაცაში რაღაცა რაც ვიცი რო არ გამოვიყენო. ცუდად გამოვიყენო თუ კარგად. ხა და 6-ის ნახევარზე კი გავიღვიძე, მე დავიძინე, მაგრამ ეხლა უნდა მართლა გავიღვიძოთ. ეხლა ვარ სეფორაში, ხალაპირები მეორე სეფორაში მისვლას, თან მინდოდა მეჩვენებინა თამოკოსმეტიკსის და თამოსკინის პროდუქციას, სხვათა შორის ამ თემას მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც არის სეფორის, უნდა იყოს საერთაშორისო ცნობადი ბრენდი. ანუ მარტო საქართველოს მიყოლოთ, მაგრამ უნდა იყოს ეხლა როგორც იტალიით დავიწყე და ევროპით დავიწყე, ასევე ძალიან მასშტაბურად უნდა გავხდეთ ცნობადი თამოსკინის და თამოკოსმეტიკსის ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უნდა დავამაყობ ასე რომ ვთქვა და ცოტათი დიდი გზა გვაქვს, მაგრამ აუცილებლად იქნება იმიტომ რომ თამოსკინის და თამოკოსმეტიკსის იმსახურებ აი რომ მოხალ ქართველები და რომ დაინახოთ თამოსკინის და თამოკოსმეტიკსის ხალხო. დღეს ვიყავი საშოპინგოთ, დღეს მქონდა თავისუფალი დღე. პირველ მაღაზიაში მივედი ფილიპ ლეინის მაღაზიაში, ავარჩიე 2 ულამაზესი ლუქი. ერთ ლუქს გაჩვენებთ, მეორე ლუქს მერე მირჩევნია რომ ჩასმულზე ნახოთ. ამ გოგონას ვიცნობ პარიზიდან, ფილიპ ლეინის მაღაზიაში გავიცანი, არის მენეჯერი და ვაჩუქე თამოკოსმეტიკსის ლიპკიტები, მეგობრობ. ასევე მეორე ლუკით ისეთი დახვეწელია, ისეთი სადაა, რომ მოგეწონებათ, როდესაც ნახავთ. ეს კაბა არის დინერისთვის. მკერდზე მქონდა ცოტათი დიდი, ამიტომ დამიპატარავებენ, ასე რომ ვთქვათ, და გამომიგზავნიან სასტუმროში ხვალ. აურჩიე ულამაზესი ჩანთა, ასევე ფეხსაცმელი. მერე ყავა დავლიეთ, ვილაპარაკეთ და წავედით საჭმელად.
ჭამის შემდეგ უკვე წავედი სპეციალურად უნდა ამერჩია Versace-ის მაღაზიაში მთლიანი ლუკი. მე თქვენ ახლა გაჩვენეთ მხოლოდ და მხოლოდ აქსესუარებს, ჩათას და ფეხსაცმელს Versace-ის გულისხმობ და უკვე როდესაც ჩავიცმევ Versace-ს, მერე გაჩვენებთ კაბას, ასე ვირჩევნია, იმიტომ რომ მინდა რომ შეაფასოთ თქვენ თვითონ. ჭამის შემდეგ გავიარეთ, გავისეირნეთ, Sephora-ში შევიარე, რაც უკვე ვიდეო დავდე. ეხლა ნომერში ვარ და ხვალინდელ გეგმებზე ვართ ორიენტირებული, იმედი მოქვს რომ ხვალ კარგზე გვექნება ეს Philip Plein-ის ოფიციალურ რეკორდმა გადააზიარა ჩემი ისტორია და ძალიან გამიხარდა. მიყვარხართ.